სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩი ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ედავება და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას იწყებს. 8 ოპოზიციონერიდან ნაწილს ბრალად უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, ნაწილს საბოტაჟი, ნაწილს კი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება, თუმცა ეს ბრალდების გრძელი სიიდან მხოლოდ მცირე მონათვალია. 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ თითქოს და არჩევნების გაყალბების საბაბით ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისაკენ. გარდა აღნიშნულისა, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ. სახელმწიფოს დამაზიანებელი ქმედებების ჩამონათვალშია ხოშტარია ჯაფარიძე ვაშაძის მიერ საქართველოდან გატანილი ინფორმაცია, დოკუმენტები და სიები. ირკვევა, რომ ოპოზიციური ტრიო საქართველოში ნავთობ პროდუქტების იმპორტსა და სამხედრო მონაცემებზე მათ ხელთ არსებულ თუ გამოგონილ ინფორმაციას უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ. მათ მიერ ქვეყნიდან გატანილ სიებს კი საქართველოს 300-მდე მოქალაქის, ბიზნესმენის, საჯარო მოხელისა თუ პოლიტიკოსის დასანქცირება მოჰყვა. არჩევნებში დამარცხებულებმა კი რევოლუციური სცენარია მოქმედეს და ხელისუფლების დამხობა სცადეს, რაშიც პატიმარი სააკაშვილიც მონაწილეობდა. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით აირჩია პოლიტიკა. აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანაში შეენარჩუნებინა მშვიდობა. აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ. ავრცელებდნენ სრულ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად. პროკურატურაში განმარტავენ, რომ საპატიმროში მყოფი ბრალდებულების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ მოითხოვენ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ლელოს ლიდერების შემთხვევაში კი მოთხოვნა გირაო იქნება. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ ხაზარაძე ჯაფარიძეს ბრალი უკვე ოფიციალურად გააცნეს. საქართველოში რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ. პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ მაგის და ქართულ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა კანონიერი ფარგლებით და ფარგლებში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს სასამართლო, არა გვაქვს სამართალი, მაგრამ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ესეთ აბსურდებს, ესე ვთქვათ, არ მივწევთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, ეს ხელისუფლება გვიყენებს ბრალს საბოტაჟის ბრალდებით. რა თქმა უნდა, ეს არის პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება და ამოცანაა, რომ გაანადგუროს პოლიტიკოსები, გაანადგუროს პოლიტიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, ამით ქართული ოცნება თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას.
პროკურატურის ბრიფინგმა ციხის ბინადრებიც გააქტიურა. ნაწილისთვის ბრალი პატივი აღმოჩნდა, ნაწილი კი პროკურატურას პოლიტიკური პიარისთვის მადლობას უხდის. ასეთია მაგალითად ელენე ხოშტარია, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული ოცნების სანქცირებაზე ინტენსიურად მუშაობდა და ამას მომავალშიც განაგრძობს. დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის. სულ მიჭირდა პიარი. დიახ, რუსული ოცნების სანქცირებაზე ინტენსიურად მუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალოთ. ბოლო 1 წელი კი არა, 2002 წლიდან მუშაობ რუსეთის წინააღმდეგ. დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები. წერით და იკითხეთ, რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით. PS, ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა. ბოლომდე. ქართველი პატრიოტების და შეურიგებელი მებრძოლების უკიდურესად საპატიო ნუსხაში აღმოჩნდი. დიდი პატივისცემა თქვენ კოლეგებო და მეგობრებო. წამს ერთად გადავარჩენ ჩვენ სამშობლოს უდიდესი განსაცდელისგან, ივანიშვილის ანტიქართული ურდოს შემოსევისგან. ქოცებო, მიდით ბოლომდე მიაწექით. სიგიჟის ყველა მწვერვალი დაიფყარით. ამით მხოლოდ აახლებთ ჩვენს მიზანს, თქვენ წაქცევას, რაც ერთია წარმატებულ ევროპულ საქართველოს ნიშნავს. ძალიან დარწმუნებულები იყვნენ პროკურორები, რომლებიც მესტუმრნენ ზვიგენის სელფის საქმეზე ბრალის წარსადგენად. მე ჩემის მხრივ ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენების საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, რომ კიდევ მოუწოდებ. თაწმინდა შორსაა და გამოიქანეთ იაღლუჯადან. ექს-პრეზიდენტისთვის წარდგენილ არაერთ ბრალს დღეს კიდევ ერთი დაემატა. მის პარტიაში კი ისევ ამტკიცებენ, რომ დანაშაულად ქვეყნის ინტერესების დაცვა ექცათ. ბრალდებული ლიდერების გამხნებებას დღეს რიგითებით ცდილობდნენ. ამბობენ, რომ კურსს არ შეიცვლიან და ბრძოლას გააგრძელებენ. დღეს რეჟიმმა განაცხადა, რომ რეჟიმის კრიტიკა, მათ შორის კრიტიკა უცხოელ პარტნიორებთან, ნებისმიერი შეხვედრა, საზღვარგარეთ ჩანიშნული ვიზიტი, აზრის გამოხატვა და სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოქალაქეების დაცვა არის კრიმინალი, არის დანაშაული და ისჯება პატიმრობით ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს არის ღია დასტური იმის, რომ ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას. ოცნებისგან ჩვენ არაფერი არ გვიკვირს, მათი ლოგიკის ამოხსნა არის შეუძლებელი. უბრალოდ მთავარია რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. და ეს გამოჩნდება, რა მიზანს ემსახურება. არის მოსაზრება საკმაოდ საფუძვლიანი იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება იყოს მორიგი მცდელობა ნაციონალური მოძრაობისგან ის ხატის და საფრთხეობას შექმნის. ის რაც ოპოზიციისთვის პოლიტიკური დევნაა, სამართლის აღსრულება მართველი გუნდისთვის, სადაც გენერალური პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ფაქტები არ უკვირთ. ამბობენ, რომ იმ პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ, ქართულ პოლიტიკაში არ არის. გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რას შადიოდნენ და ჩადიან სამწუხაროდ დღესაც კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები. იგულისხმება აქ რა თქმა უნდა საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა, ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება, საბოტაჟის მცდელობები, რომელზედაც არაერთხელ გავკეთებია განცხადება ქართული ოცნების გუნდის წევრებს. ისინი ითხოვდნენ ამ ქვეყნის დაღუპვას. სანქციების დაცემას კი არ ითხოვდნენ, ბომბების წვიმას, რუსეთთან კონფრონტაციას და ქართველი ხალხის დაღუპვას ითხოვდნენ ეს ძალები. ამ ძალებმა მათი ქმედებებიდან გამომდინარე იმდენად დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას, რომ გასაკვირი იმაში, რომ სისხლის სამართლებრივ ჭრილში იყოს მოთხოვნა ამ ადამიანების მიმართ პასუხის გაცემისა, ნამდვილად არაფერი არ არის. ის რაც განაცხადა, რომ თქვა ახალი არაფერი არ არის, იმიტომ ამას ჩვენ ყველანი პირდაპირ ეთერში უყურებდით, ხო? რომ საქართველო არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ხვრელი და უნდა მოხდეს კონსტიტუციური წყობილების არაკანონიერი შეცვლა და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ყველაფერს უყურებთ. დანარჩენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გამოძიების პრეროგატივაში და მით უმეტეს სასამართლოს გადაწყვეტილებებში მე ვერანაირ პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ და ვერც ვერანაირ კომენტარს. შენ როდესაც წარმოადგენს შენს ქვეყანას და ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შენ უნდა დაიცვა შენი ხალხის და შენი ქვეყნის ინტერესები. როდესაც ხარ აგენტი, როდესაც ხარ უსამშობლო,
კონკრეტული მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხბურთში გათვლით და ასე შემდეგ. ასანქცირებას კი არ ითხოვდნენ. ეს ადამიანები კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. კაბინეტ დარბოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიეღო ქვეყანას. ყველაფერს აკეთებდნენ ანტისახელმწიფოებრივს, ანტიქართულს. შესაბამისად, ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერ იქნება მომავალში. ქართული ოცნება ახლა გამოძიების საბოლოო შედეგებს ელოდება, ოპოზიცია კი სასამართლოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3 წლამდე, ვაშაძე ჯაფარიძე ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე, გვარამია მელია ხაზარაძე ჯაფარიძეს კი 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.